ყვარელში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ილია მზექალაშვილი იქნება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით იგი ყვარელში გაიზარდა და კარგად იცნობს მუნიციპალიტეტის გამოწვევებს. მან მოსახლეობასთან შეხვედრებიც უკვე დაიწყო. მზექალაშვილისთვის პრიორიტეტული მიმართულება იქნება ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება, დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება და მოსახლეობის ჩართულობით მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. მადლიერება მინდა გამოვხატო ქართული ოცნების ჯგუფის მიმართ, რომელმაც მომცა საშუალება კიდევ ერთხელ ვემსახურო ყვარლის მუნიციპალიტეტს. მინდა გითხრათ, რომ 2014 წლიდან ვიყავი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი. შემდეგ 2017-2018 და 2019 ვიყავი ყვარლის საკრებულოში, საკრებულოს წევრი და 2021 წელს გავხდი საკრებულოს თავმჯდომარე. დღესდღეობით ვარ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატი. მინდა გითხრათ, რომ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმები, რა თქმა უნდა, ეს გეგმები მოხდება მოსახლეობასთან ერთად, მოხდება შეხვედრები და მათთან ერთად მოხდება ამ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე განხილვა აუცილებლად. ასევე გვაქვს ტურიზმის განვითარება, იმიტომ რომ ყვარელი არის ერთ-ერთი ულამაზესი მხარე, სადაც არის ჩაცმული მთაგორში და ასევე გვაქვს გეგმები აუცილებლად სოფლების განვითარებაზე.